საქართველოში აგროთანადაფინანსების ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. რა შესაძლებლობებს თავაზობს ინიციატივა ფერმერებსა და აგრობიზნესის წარმომადგენლებს, რა მიმართულებებს მოიცავს მხარდაჭერა და როგორ შეიძლება დაფინანსების მიღება. ამ თემებზე ვისაუბრებთ სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების შეფასებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსთან ელენე სურგულაძესთან. მოგესალმებით ელენე, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა თემით დაინტერესებისთვის. ელენე, პირველ რიგში გითხარით, როგორც ჩვენ ვიცით და ცნობილი არის 1 ივლისიდან აგროთანადაფინანსების პროგრამას. ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედა. პირველ რიგში გითხარით, რა იყო ამ პროგრამის ამოქმედების მთავარი მიზანი და მიზეზი და რით განსხვავდება ის აქამდე მოქმედი მექანიზმებისგან? უკვე მრავალი წელია სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს არაერთ სახელმწიფო მხარდამჭერ პროგრამას. ამ პროგრამებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი შედეგები, თუმცა აგროსექტორი ვითარდება და ახალი გამოწვევებია, ახალი დაინტერესების სფეროები, შესაბამისად ჩვენც ამ განვითარებას მივყვებით. მნიშვნელოვანი სიახლეები აგროთანადაფინანსებისთვის გამოიწვიებენ აგროთანადაფინანსების პროგრამა, ასე რომ ვთქვათ, ეს არ არის მხოლოდ ახალი პროგრამა, ეს არის ახალი მიმართულება სოფლის მეურნეობაში, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერაში. რაში გამოიხატება ეს? პირველ რიგში დღეს აღარ არის საკმარისი მხოლოდ ფერმერების დახმარება. დღეს მნიშვნელოვანია რომ შეიქმნას ახალი ფუნქციური თანამედროვე მეურნეობები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ ერთი მხრივ სასურსათო უსაფრთხოება იყოს დაცული სათანადოდ ქვეყანაში და შემდეგ უკვე არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი, ამას ჩვენ ხედავთ და საექსპორტო მიმართულების პროდუქტები იყოს წინ წამოწეული და ავითვისოთ უკვე საერთაშორისო ბაზრები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რაც იყო აგროთანადაფინანსების პროგრამაზე მუშაობის წინაპირობა არის ის, რომ რაც შეიქმნება ახალი პროექტი, თუ გაფართოვდება და მოდერნიზება მოხდება ძველი პროექტების, ყოველ ამ შემთხვევაში იყოს დაცული სტანდარტები, საერთაშორისო სტანდარტები. ამ პროგრამაზე მუშაობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები და ყველა ის გაიწერა ახალი კრიტერიუმები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს ყველა ახალმა ამ სფეროთი დაინტერესებულმა პირმა, ვინც მიიღებს მონაწილეობას. ელენე, თქვენ ნაწილობრივ შეეხეთ, მაგრამ მინდა უფრო სიღრმისეულად ვისაუბროთ პროგრამის ფარგლებში, რა სახის პროექტები და მიმართულებები დაფინანსდება. აგროთანადაფინანსება მოიცავს პროგრამა მოიცავს სრულ აგროციკლს. პირველადი წარმოებიდან დაწყებული, შენახვა გადამუშავებით დასრულებული. პირველადი წარმოება მოიცავს თავის თავში მრავალწლოვანი ბაღების დაფინანსებას, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ ნერგისა და სარწყავის დაფინანსება, ეს არის ბაღისთვის საჭირო ყველა ხარჯის თანადაფინანსება, ასევე მოიცავს წაყინვის საწინააღმდეგო სისტემების დაფინანსებას, სეტყვის გადამცავი სისტემების დაფინანსებას. პირველადი წარმოების ფარგლებში ფინანსდება საფუტკრე მეურნეობები, სათბურები, მეცხოველეობის ფერმა, წყვილფეხა, მსხვილფეხა, მეფრინველეობის ფერმები და გვაქვს საგრანტო მიმართულებით ახალი მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს არის აკვა და მარიკულტურის მეურნეობების დაფინანსება. ასევე აქ არის შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება, შეღავათიანი აგროკრედიტი როგორც ძირითადი საშუალებებისთვის, ისე საბრუნავი საშუალებებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი არის იმისთვის, რომ ფერმერმა მიიღოს დაფინანსება. სრული აგროციკლი არის დაფარული აი ამ. აი საინტერესოა, რომ ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობა და რა კრიტერიუმებს უნდა აკვაყოფილებდეს პოტენციური ბენეფიციარი. კი ბატონო, რაც შეეხება პროგრამაში მონაწილეობის მიღებას, პირველადი წარმოების ფარგლებში შესაძლებელი არის დაინტერესებული პირები იყვნენ როგორც მეწარმე ფიზიკური პირები, ისე იურიდიული პირები, ხოლო გადამამუშავებელი შემნახველი საწარმოების, ასევე სასაკლაოს თანადაფინანსების, სასაკლაო მეურნეობების მოწყობის თანადაფინანსების მიმართულებით შესაძლებელია იყვნენ იურიდიული პირები. პროგრამა მოიცავს პირველადი წარმოების შემთხვევაში 50%-იან სახელმწიფო თანადაფინანსებას. პროექტის მინიმალური ოდენობა არის განსაზღვრული 100,000 ლარით და სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა არის 2 მილიონი ლარი. არის გამონაკლისი, მაგალითად, მერძეული ფერმების შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 10 მილიონი ლარის დაფინანსება. და რა წილი ეკისრება თავად ფერმერს და კომპანიას? კი ბატონო, პროექტის ჯამური ღირებულებიდან ჩვენ 50%-ის დაფინანსებით შევდივართ, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების შემთხვევაში 40%-იანი თანადაფინანსებით, აი ამ ფარგლებში უკვე დანარჩენი შესაძლებელია უნდა კონდეს ბენეფიციარს. ოღონდ ამისთვის შეუძლია ისარგებლოს ასევე შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის, აქ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, ასევე შეღავათიანი აგროკრედიტის მიმართულებით. ეს გულისხმობს იმას, რომ თუ კი აქამდე სააგენტო ავტომატურად საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემულ სესხებზე შედიოდა
დაფინანსებაში და საპროცენტო განაკვეთის დაფინანსებას ახორციელებდა. ამ პროგრამის განხორციელების დაწყების დღიდან, ანუ ივლისიდან, მხოლოდ შეეძლებათ შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსების მიღება იმ პირებს, ვინც იღებენ საგრანტო კომპონენტში მონაწილეობას. პირველადი წარმოების კომპონენტში, შემნახველი გადამამუშავებელი სასაკოლოს თანადაფინანსების კომპონენტში. მე დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელს გაუჩნდა სურვილი რომ მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა. მოდით დეტალურად ახსნათ როგორია განაცხადების წარდგენის პროცედურა. დავიწყოთ მოდით იმით რომ 1 ივლისიდან ჩვენ დავიწყეთ არა მხოლოდ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა, ჩვენ დავიწყეთ ასევე ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრის წარმოება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ამ რეესტრში მოხდება ყველა ფერმერი, ვინც ახორციელებს რაღაცა გარკვეულ, ვისაც აქვს გარკვეული მეურნეობა, ეს მოგცემს საშუალებას რომ გავიგოთ რა კულტურებით არის, რა მიწები არის ათვისებული, სად რა საწარმოა განთავსებული და ასევე ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ შემდგომში ვიზრუნოთ იმაზე, თუ რა საჭიროებები შეიძლება იყოს და რა შეიძლება მიექცეს ყურადღება. ელენე, რეესტრში მონაწილეობა და რეგისტრირება მოუწევს მათ, ვინც უკვე აქამდე იყვნენ რეესტრში პირველი პრაქტიკული და აუცილებელი ნაბიჯი აგროთანადაფინანსებაში პროგრამის მონაწილეობის მისაღებად არის ზუსტად ამ რეესტრში რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაცია საჭიროა ყველა სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამის წინაპირობა არის ამ რეესტრში რეგისტრაცია და დიახ, ნამდვილად აქამდე ეგრეთ წოდებულ ფერმერთა რეესტრში ვინც იყო დარეგისტრირებული, მანაც ხელახლა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების. აი რეგისტრაციის შემდეგ რა ნაბიჯებია გადასაქმებული? რეგისტრაციის შემდეგ უკვე შესაძლებელია შემოიტანოს განაცხადი დაინტერესებულმა პირმა ელექტრონული ფორმით. დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე, შესაძლებელია ჩვენს რეგიონულ ინფორმაციის მოძიება ჩვენს რეგიონულ სამსახურებში, ასევე ჩვენთან ადგილობრივ თბილისის ოფისშიც ინფორმაციის მიღება და აუცილებელია გაეცნოს წინასწარ იმ პირობებს, იმიტომ რომ დადგენილია გარკვეული წარმოსადგენელი დოკუმენტაციის ნუსხა, კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შემდეგ უკვე გაიცემათ თანადები. ბიუჯეტის მოცულობა რამდენი არის გათვალისწინებული და ასევე ვკითხავთ რამდენი პროექტისა და ბენეფიციარის დაფინანსებას აპირებთ პირველ პროექტში, როგორი არის მოლოდინები? წინასწარ მოლოდინებზე ესე ზუსტად ვერ გეტყვით რამდენია, მაგრამ განსაზღვრული ბიუჯეტი ასე არ გვაქვს, ადრე თუ იყო რომ რაღაც ბიუჯეტი დროებით იხსნებოდა გარკვეული პროგრამები, ეხლა ეს პროგრამა იქნება სულ გახსნილი რაღაც ეტაპის განმავლობაში, რაც წინასწარ შეზღუდული ვადა არ გვაქვს. ყველა დაინტერესებულ პირს შეიძლება მშვიდად შეაგროვოს თავისი დოკუმენტაცია და წარმოადგინოს განაცხადი. ამაში შეზღუდულები ამ ეტაპზე არ არიან, თუმცა რა თქმა უნდა ეს სამუშაო პროცესია, შეიძლება პერიოდულად გამოიკვეთოს მეტად პრიორიტეტული, ნაკლებად პრიორიტეტული მიმართულებები და ამ კუთხით რაღაც შეიცვალოს. ამ ეტაპზე ყველა შეუძლია რომ წარმოადგინოს განაცხადი. ელენე, დამეთანხმებით რომ წლებმა აჩვენა რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის სწორედ აღსრულების ნაწილი. როგორ უზრუნველყოფს სამინისტრო რომ სახელმწიფო დაფინანსება ეფექტიანად განხორციელდეს? ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმაზე, რომ აგროთანადაფინანსების პროგრამა არის შედეგზე ორიენტირებული პროგრამა. თვითონ შინაარსობრივად ისე არის აგებული, რომ ყველა ეტაპზე სოფლის განვითარების სააგენტო ჩართულია კონტროლის მექანიზმებით პროექტის განხორციელებაში. რას გულისხმობს ეს? როდესაც შემოდის განაცხადი, განაცხადის დოკუმენტურად გავლა ხდება, შემდეგ უკვე ხორციელდება ადგილზე კონტროლი და მოწდება რამდენად შეესაბამება, რამდენად ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება განაცხადში მითითებულ ინფორმაციას, შემდეგ ფორმდება ხელშეკრულება და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უკვე ბენეფიციარი ვალდებულია სრულად განახორციელოს პროექტი, დაასრულოს ეს პროექტი, შემდეგ მოგმართოს, წარმოადგინოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აუდიტორული დასკვნა, შემდეგ ხორციელდება უკვე ჩვენ მიერ ადგილზე კონტროლი და ადგილზე კონტროლით მოწმდება რამდენად პროექტი შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რაც დადგენილია აი ამ პროგრამით. და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება თანადაფინანსება. ანუ არც ერთი თეთრი არამიზნობრივად არ იქნება გახარჯული, იმიტომ რომ პროექტის შესრულების შემდეგ იქნება თანადაფინანსება. დასასრულისკენ მივდივართ და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ ასეთი. მომდევნო წლებში როგორ ფიქრობთ, როგორ ხედავთ პროგრამის გავლენას ადგილობრივ წარმოებაზე, თუნდაც დასაქმებაზე და საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებაზე? როგორც აღნიშნეთ, ზუსტად ამას ემსახურება ეს პროგრამა. პროგრამა ემსახურება იმას, რომ სასურსათო უსაფრთხოება იყოს რაც შეიძლება მაღალ დონეზე დაცული. ამ პროგრამით მოსარგებლე პირები რეალურად შეძლებენ იმას, რომ აწარმოონ არა მხოლოდ წარმოება გაიზარდოს, წარმოებული იყოს გაცილებით ხარისხიანი პროდუქცია, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ
ქვეყანაში შექმნის სათანადო მომარაგებას და უზრუნველყოფს იმას, რომ სასურსათო უსაფრთხოება დაცული იყოს და ამასთანავე მისცემს საშუალებას მეწარმეებს, რომ თავიანთი პროდუქცია უკვე გაიტანონ საერთაშორისო ბაზარზე, ვინაიდან ხარისხიანი პროდუქციაზე რა თქმა უნდა მოთხოვნა დიდია და დღეს სამის შესაძლებლობები არსებობს. შესაბამისად, გვაქვს ესეთი მოლოდინი, რომ გაზრდილ პროდუქციასთან ერთად გვექნება ხარისხიანი პროდუქცია, ვიქნებით კონკურენტუნარიანები და ეს თვითონ ეს მეწარმეები და პროექტები რაც განხორციელდება, როგორც ადგილობრივად იქნებიან კონკურენტუნარიანები, ასევე საერთაშორისო ბაზარზე იქნებათ გასახსნილი. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და ცხადია ბიზნეს პოსტის ციახლების კვალ და კვალ გამოყვებად დაგემშვიდობებით სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების შეფასებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ელენე სურურაძე იყო ბიზნეს პოსტის სტუმარი.